მოგესალმებით, მე ვარ Educate-ს ადმინისტრატორი და ამ ვიდეოში გასწავლით როგორ უნდა შეცვალოთ საიტზე კომენტარის დამატების ვიზი და დავაყენოთ ისეთი როგორც არის დლე საიტებზე. აი ვნახოთ როგორ ჩვეულებრივი უფურის კომენტარის დამატება არის თავიდან და ეს უნდა გადავიყვანოთ ახალზე. ამისათვის შევიდეთ კონტროლ პანელში და შემდეგ ფაილ მენეჯერში. ვიდეოს მოვაყოლეთ აი ამ ფაილს, რომელშიც არის სურათები და ეს ტექსტური ფაილი, ანუ სკრიპტი. ფაილ მენეჯერში ვაკეთებთ ახალ ფოლდერს, რომელსაც ვაკეთებთ DD კოდს. აი ასე. შევდივართ და ვაკეთებთ ისევ ვისავთ აი ამ სურათს. ვიდეო გაყვეთ დიდი რო არ გამოვიდეს, მე ავტოვისავ და შემდეგ ისევ გავაგრძელებ ვიდეოს. აი ავტოვისეთ ყველა სურათი, ახლა გადავიდეთ დიზაინ და დიზაინ მენეჯმენტ. და აქედან შევიდეთ აი აქ form formatting comments, რომელშიც უნდა ჩავთვალოთ აი ეს სკრიპტი. დავაკოპიროთ ყველაფერი რაც მასში არის. დავაკოპიროთ და ჩავსვათ აი აქ. და შევინახოთ. აი ახლა ვნახოთ როგორი კომენტარის დამატების ვიზი იქნება. აი აქ შევიდეთ ახლა. აი როგორც ხედავთ, აი ასეთი კომენტარის დამატების ვიზი გახდა. ანუ შეიცვალა. ჩვეულებრივად დავაწერთ კომენტარს. აქედან შეგვიძლია ვიჩვენოთ სმაილები. და დავაჭერთ კანდა და კომენტარი დაემატება. სულ ეს იყო რაც თქვენ ვიდეოს გამოსწორეთ. თუ რაიმე ვერ გაიგეთ, შემოვიდეთ საიტზე Educate-ს და დაწერეთ კომენტარებში.